Open-ერი არის ფესტივალი ყველასთვის, ვისაც უყვარს მუსიკა და უყვარს თავისუფლება. ეგრე ვიტყოდი მე რა, იმიტომ რომ მთელი სლოგანი ეგ არის მუსიკა თავისუფლებას და ფესტივალზე იმოს თუ 3 დღეში მართლა ხარ აბსოლუტურად თავისუფალი. მარიამი არის ჩემი მეგობარი, რომელიც ყოველწლიურად არის Open-ერის ვიზიტორი და მე ვარ ადამიანი, რომელიც არც ერთხელ არ ყოფილა Open-ერზე. ძალიან ცუდი. მე გაგიმაზავს. ხო და ამიტომ დღეს ვეცდებით, რომ მე და შენ გამოვნახოთ საერთო ენა ამ ფესტივალთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის მეგობრებო, წინ გვაქვს 4 დებულება, რომელსაც რიგრიგობით ავიღებთ და ამ რაღაც კონტროვერსიალურ ცოტა hot takes-ზე ვეცდებით, რომ რაღაცას ოქროს შუალედი ვიპოვოთ რა. დავიწყებ მე, აი პირველით. აი. თბილისის Open-ერი ყველასთვის არ არის. ეს ფესტივალი არის ყველასთვის რა, ეგ არის მთელი არსი, რომ აგიტო არ არის არც face control-ი და არაფერი მსგავსი, რომ ფესტივალი არის open to. ხო, ანუ არ არის. ბილეთს თუ იჭერი, შეგიძლია წახვიდე. Face control-ის შემოტანა ეწინააღმდეგება მთლიანად ფესტივალის არსს, ჩემი აზრით. მე პირადად მასე მგონია, იმიტომ რომ როცა ფესტივალს აკეთებ, შენ ფიქრობ ყველაზე და შეზღუდული არ ხარ, აი კონკრეტული ხალხი აგიდან მოვიდეს, რა ეს კლუბი არ არის, რომ რაღაცა ბაუნსერმა შეგამოწმოს რა, ხო, ანუ ყველასთვის არის, იმიტომ რომ ყველა ისახურებს მუსიკას და ყველა ისახურებს მაგ სამდღეს, რომელსაც თბილისის Open-ერი ხალხს თავაზობს. რამე კონკრეტული ჟანრის მუსიკის მსმენელებისკენ ხო არ არის უფრო მიდრეკილი ან უფრო მორგებული ეს ფესტივალი? არ ვიცი, ვერ ვიტყოდი ეგრე, რა თქმა უნდა გააჩნია line-ups, მაგალითად იმ წელს კონკრეტულად line-up-ი, მაგრამ ძალიან ბევრი ჟანრის მიქსი არის ხოლმე როგორც წესი. ანუ ყველაზე კარგ წლებში ყოფილა, რომ ერთად უკრავდა ბევრნაირი ჟანრის შემსრულებელი, იყოს hip-hop-ი, rock-ი, metal-ი თუ ასე შემდეგ. და რამდენიმე stage-ია თან Open-ერზე და ყველა stage-ზე არის განსხვავებული მუსიკა. იქ მოусმენ, რა ვიცი, მოусმენ ელექტრომუსიკასაც, მოусმენ ადრე იყო single stage-ზე, მანდ იყო ცოტა მოჯაზო რაღაცეები, წინ იდგნენ უფრო rock, indie, alternate band-ები, იმათ შარშან, წინ მასე იყო. რავი, ანუ ჟანრების მრავალფეროვნება არის საკმაოდ. მე მაგალითად ვარ ძირითადად პოპის მსმენელი. I'm basic and I'm proud. აი ეგეთი თემა მაქვს, ანუ არა მაქვს თქვათ ისეთი აი განსხვავებული მუსიკის გემოვნება, უფრო მეტად აი რაც world chart-ებზე არის, ძირითადად ახლა მე თან pop girl-ებს ვუსმენ, ხო ხდები რა და არა ვარ Open-ერის დემოგრაფია რა და აი თქვათ მაგ შემთხვევაში როცა მუსიკის ჟანრი არ შეესაბამება თქვათ ჩემს გემოვნებას, მე რით შემიძლია ვიკაიფო? აი ეგ არის ძალიან მაგარი ამბავი, რომ შენ რო სულ არ მოგწონდეს მუსიკა, ვიღაცას იქ უკრავა, შეიძლება მაინც ძალიან მაგრა გაერთო, იმიტომ რომ მე ესე მგონია, რომ ან ნახევარზე მეტი Open-ერზე მიდის, არ მიდის აი იმენა რომ იმ ტიპს მოусმინოს, აი ვინც headline-ერია 2 საათით და მიდის for the vibes, ანუ მთელი პონტი არის იქ ძალიან მაგარი, ანუ მიდიხარ და ხედავ ძალიან ბევრ ძალიან ფერად ადამიანს, ყველა ასაკის, ყველა სქესის, ყველა შეხედულების, ანუ აი ბევრნაირ განსხვავ ადამიანს, რომლებიც განსხვავებული მაგან ერთი იდეით, რომ მუსიკა თავისუფლებს. და აი ამის გამო მიდიან მანდ რა. რავი, იქ მეგობრების ნახვაც არის, დალევაც არის, ცეკვაც არის, გართობაც არის, რაღაც თამაშებიც შეიძლება მიხვიდე იქ ესე ითამაშოთ, გაკეთო. Just შე დაისვენ, რომ წამოწე ბალახზე, რომ დაისვენ, რომ ჩათუნია მუსიკა სადღაც წინასწარზე ვიღაცა უკრავს რა. მე ძალიან მანჯა გავხდებოდა ჩემი არტისტი არ ყოფილა line-up-ში, მაგის მიხედავად მაინც, ანუ სულ ერთობი Open-ერზე, ვინც უნდა იყოს არტისტი, ვინც უკრავს, მე სულ ერთობი. მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ აი მთელი პონტი არის მაგარი რა, ეგ არის ყველაზე მთავარი ხა, რა თქმა უნდა, ლაივებიც ძალიან კარგია ხოლმე, მაგრამ მთელი ამბავი ჩემი აზრით არის იქ რაც ხდება ეგ. აი ამ ხალხთან კომუნიკაცია, რომ აი ძალიან Open-ერის გარეთ, ცოტა დეპრესიულია ხოლმე საქართველოს და თბილისი და აი ძალიან, ანუ ქუჩაში რომ გადიხარ, ტიპს ვერ ხედავ გაღიმება სულ მოწყენილები დადიან სულ ყველა და იქ რომ მიდიხარ, აი ხდება უცებ სილაღე და თავისუფლება და ბედნიერება და ძალიან ასწორებს ეგეთ დროს ხალხთან ერთად ყოფნა, აი ძალიან ასწორებს. ანუ ფაქტობრივად თუ მუსიკის გამო არ წახვალ, შეგიძლია ანუ ეგ ფესტივალი kind of საბაბად გამოიყენო შენ საყვარელ ადამიანებთან ძალიან კაი დრო ატარო რა. რა თქმა უნდა. ქართველი ბენდები არიან თუ უცხოური ბენდები? ორივე, ქართველებიც არიან და უცხოელებიც არიან. შაშან იყო გამონაკლისი სემატო ქართველები უკრავენ შაშანი პროცესს. ხო, შაშანის 26 მაისის თემა. ზალით იყო ქართული line-up-ი, ანუ ეგ იყო მთელი შეკურა ამ ფესტივალზე, მხოლოდ ქართული line-up-ი, მაგრამ ზოგადად ისე არის ხოლმე ორივე წელს მაგალითად, რავი, Slowdive, Malchat Domonkos ერთხვარეს, მაგრამ მხოლოდ არის ქართული ხალხი რა. აზი მოკმოკო და ასე შემდეგ. მე line-up-ი
მინახავს ხო Facebook-ზე გავჩერებულ ყველა აზიარებს ხოლმე რაღაცას და ერთ ბენდსაც კი ვერ გეტყვი ვინ არიან და რა არიან და ძალიან ცხენია ხოლმე მაგის გამო მეთქი ანუ აზრი არ აქვს წასვლას. აი მაგალითად ავრორა ხო იცი? კი. ავრორა იყო წინაზე ტომოდელი ხო იცი? ტომოდელიც იყო რავი, ბევრი ხალხი შემოსულძალიან და აი ეს რა პოპში ჩემი აზრით მე ჩახედული მაგამ მოშია, უბრალოდ ჩემი იმით გეუბნები, აი ვფიქრობ, მასე შეიძლება იყოს, რომ აი პოპ არტისტები შემოსაც უსმენს თანაოდ არიან ძალიან ზვირიანები რა, იმიტომ რომ აი მაგალითად რავი, სიტყვაზე, რავი, როდრიგო რო აიღო პირობითად, რაც მე ძალიან მიყვარს, მაგას ეხლა ალბათ ძალიან ბევრი ფული დაჭირდება მანამ და ამაზე ეგეც ალბათ იქნება მოდის, მაგრამ ამიტომ არის უფრო ინდი და ალტერნატ ბენდები სავარაუდოდ რომ ძალიან რთულია ჩამოყვანა სტარების, იმიტომ რომ ეხა პოპში მით უმეტეს ვინც სტარია პოპში ყველა. ანუ ეგრე დაალაგდა და ძალიან ძვირი ღირს რა, ძალიან ძვირი ღირს ეგ ყველაფერი და ალბათ უბრალოდ მაგიტომ არ გამოდის. მაგრამ მე მაქვს იმედი რომ ეგეც იქნება რაღაცა მომენტში აუცილებლად. Okay, კაი, გავაგზავნოთ მაშინ მეორე. ფესტივალის მთავარი ღირებულება ცოცხალი მუსიკაა. ვიცი რომ ელექტრონული მუსიკის სტეიჯები საკმაოდ პოპულარულია. კი, ძალიან მოიხოდა ბოლო რამდენიმე წელი ეგ სტეიჯები, აქამდე გამატარებულ ვიყავით ნაფშარს შემოდი, მაგრამ აგონი არც იყო. და ეხა, რავი, ხიდის სტეიჯი იყო შარშან, რაც ძალიან კაი იყო, ეხა ზიონის დაბრუნა ზიონ გარდენი, მაგრამ ჩემთვის მაინც პირველად ჩემთვის ოპენერი უფრო ლაივ მუსიკაა. უბრალოდ ოპენერი დაეწია ხალხის მოთხოვნას, რომ რახან ადამიანებს მოსმენდა ელექტრონული მუსიკის, ან კლუბებში გაიზარდა მოთხოვნა ხალხის, აქაც გადმოიტანეს, რაც ძალიან მაგარი ამბავია, რომ ვინცაც უნდა ლაივ მოსმენს, რავი, 12-ად პირველამდე არის სცენები და მე რეიწყება მთელი ღამე ელექტრონული მუსიკა რა. დილამდე. ხო, ანუ მთელი ღამე გრძელდება, მგონი 5-ზე თუ 6-ზე მთავრდება რა. მაგრამ ჩემთვის პირველად ჩემი ანუ my first choice არის ხოლმე ლაივ მუსიკა, იმიტომ რომ უი. ჯამთოლა. ხო, მე ეგ მიყვარს უფრო მეტად რა. მიხვდით რომ ძალიან მაგრა გავხტობილ ვარ ელექტრონულ სტეიჯებზე რა, აი ზოგადად მაგალითად ძალიან მიყვარს, შენ მგონი არ იყო, წელს ბრუნდება და ძალიან მიხარია ეგ ამბავი. ფესტივალის თავარია იმ მუღამიც მე ცოცხალი მუსიკა მგონია, მაგრამ საქართველოში თბილისში განსაკუთრებით ძალიან პოპულარული გახდა, როგორც შენ თქვი, ეს ელექტრონული მუსიკა, ალბათ მაგ კლუბ კულტურის გამო, ხო? კი, გახდა და არა მხოლოდ აქ მთელ სოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა ძალიან ან კლუბებზე და რავი, ყველა ფესტივალის საწინააღმდეგო არა მხოლოდ აქ მუსხოეთში, მაგალითად პრიმავერა, მედფული, ყველა მათგანი ღამე უკრავს ელექტრონ მუსიკას რა. იმიტომ რომ არაფერს ხელს არ უშლის იმ ელექტროსტეიჯების არსებობა. ეხლა მაგალითად პრიმავერაზე ვიყავი, ცოტა ხნის წინ წელენდოლზე, რომელიც მესამე ფესტივალი, მგონი სიდიდით ქოშა გასტომბრიან, მაგალითად დიდე პრიმავერა არის მაგის მერე. და იქაც აი პეგე გუც უკრავდა ბოლოში და ბევრი დიჯეი უკრავდა რა და რახან თვითონ მუსიკის სცენებში გაიზარდა მოთხოვნა მაგ მუსიკაზე, ამიტომ ფესტივალებს თავაზობენ მაგას რა, ეს ოპერების გამოგონება არ არის, ყველა ფესტივალზე მასე არის, რომ ღამე არის ელექტრო სტეიჯები. ისე დიჯეებს რამდენად, ანუ დიჯეებისთვის რამდენად დიდი ის არის ტრამპლინი, ასე ვთქვათ, ფესტივალებზე რო უკრავენ versus ცოცხალი მუსიკის ბენდები ფესტივალებზე რო უკრავენ. აუ, ისე ეგ მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ დიჯეი, აი მაქსიმალში მე ვიყავი დიჯეებში რა, მაგრამ ალბათ დიჯეებს უფრო მნიშვნელოვანი კლუბში დაკვრა ალბათ ვიდრე ფესტივალზე რა, იმიტომ რომ აი მაგალითად ბასიანზე რო დაუკრავ პირობითად, აი ქართულში ვიცი, ალბათ მაგალითი ტიპი ხარ, ოპერაზე დაუკრავ შეიძლება ეგეთ მაგალითი ტიპი არ იყო, არ ვიცი. ეხლა ორ დღის წინ გავიგე რომ თურმე newcomers ეგეთი ის ქონია რაღაცა წინასწარი. ეგ რამდენი ხანია? მართლა შანსი გაქვს რომ თუ ახალი ხარ. newcomers-ი არის ალბათ ოპენერის ყველაზე დიდი ღირებულება და დიდი საჩუქარი ქართველი მსმენელებისთვის და რატო ეხა რა newcomer-ები არის შანსი, სადაც შეგიძლია რომ არავინ არ იყო, ანუ ვაფშე პროცესი აქვს რომ ხდება აი ყველაფერი რა. ოპენერი დებს განაცხადს კი არა და იმას რომ მიღება ხდება განაცხადების. რაღაც გაქვს კოლექტიური ვადა და შენ რავი ბენდი ხარ, არტისტი ხარ, რავი ჰიპ-ჰოპ დუო ხარ, ვინცთან მუსიკას თუ აკეთებ, რამეს სახის მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება დაუკრა ჩელუზე, ანუ ეგ შეზღუდვა არ არის რა. უნდა განგზავნო შენი 3 ტრეკი, ოღონდ რომელიც არ დაგიდია არსად, რომელიც ჯერ published არსად არ არის რა. შენ ხა დღეს დაწერე თუ გუშინ წინ, მაგას რა თქმა უნდა ვერ უნდა გაიგებს, უბრალოდ თავად დადებული არსად არ იყოს. ამას აგზავნი, მე ჟიურის წევრები უსმენენ და არის მე ორი ეტაპი. პირველ ეტაპზე გადარჩევა ხდება და არის პირველი შოუ-კეისი. მაგის მერე მეორე შოუ-კეისი და მე იქვე ვლინდება ერთი არტისტი, რომელიც დაუკრავს თბილისის ოპერას main stage-ზე. ნუ ეგეთი ამბავია რა, ანუ ერთი უკრავს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, რომ რა ვიცი მე, ერთს მომგე და მეორეს დაუკრავს მეორე პოპულარ სტეიჯზე, ანუ ეგეც ყოფილა ხოლმე, როცა
ორი ძალიან მაგარი ბენდია და ვერ არჩევენ რომელი ჯობია რა. რავი, ყოფილა შემთხვევა რომ ერთ ბენდს მოუგია და მეორესთვის აქონა შეთავაზება რომ ყველაფერს ჩაგიწევთ ჩვენ დაგემუშავებთ და გამოგეშვებთ ჩვენი ხარჯებით. ანუ ძალიან მაგარი ამბავია რა და ვინც აკეთებთ მუსიკას, ნიუკამერები აუცილებლად უნდა ცადოთ, უბრალოდ გონი წელს დამთავრდა. მაგას შენეწილია შენ აუცილებლად შებეროთ, იმიტომ რომ მარტო შეიძლება არავინ არ იყო და უცებ მოხდა ოპენერს main stage-ზე რა. აი ძალიან მაგარი ამბავია. რამდენი ბენდი, აი Kill Ages-ი ეგრე გაგაჩურებენ თავიდან მომდე Bedford Falls-ი აღმოჩენა არის იმისი ძალიან ბევრი ბენდი არის ნიუკამერებმა რომ აღმოაჩინეს რა უბრალოდ ჩვენ უნდა თავი მოვაწონოთ დაუკრა დაადუღო და მე ვსო დავაი მოდით გამოდი დავუკარი ეგ ამბავია ოღონდ ანუ ყველას გონია ხოლმე რომ ეხლა რაღაც ჩაწყობა და რაღაცეები და იეპოს არ დაიჯეროს არავინ რა აი ბევრი ქართული ბენდი ვიცი ცოტ ვიძახი ამას შეიძლება მაგრამ რომელიც იძახიან რომ აი ჩვენს მან არ დაგვაქვს ჩაწყობილია მან არ დაგვაკევინეს თუ რაღაც ეგეთი რა ნუ არ არის მასე ან ნიუკამერს იგებს ვისაც მოუნდება ყველა მაგრამ არაფერი არასდროს არ ყოფილა შემთხვევა რომ ნიკენზოებით ვინმეს მანდ მოიგო რა მიპოვეთ თავარი ღირებულება თურმე ოპენერს არც ცოცხალი მუსიკა არ არის არც ელექტრონიკა ნიუკამერს ნიუკამერები არის ძალიან კაი რაღაცა და ძალიან მიხარია რომ არსებობს საერთოდ ლისის ტერიტორიის სხვა სივრცის ჩანაცვლება არ იქნება და ურიგო არ ვიცი მეც რა ანუ მეც შენ თავში მაქვს ისენი იმიტომ რომ ეგ ტერიტორია არის აი ძალიან მაგარი იმენა ის საჩუქარი ეგ ტერიტორია რა იმიტომ ულამაზესია უკარგესი კომფორტულესი პროსტა მეთქე გომი არის ცოტა ცუდი რა ანუ ცუდი ადგილი არის იხი რომ მართაცავი მარტივად იქნება და თან ფიქრობ რომ ხო ძალიან ბევრი პრობლემა ლოჯისტიკასთან თან ხალხი ცხოვრობს იქ გვერდზე რა ანუ ახლოს და იქ ხომ ვერ აწუხებთ და მყუთენი ამბავი მაგრამ პრობლემა ის თავი მგონი ისა რომ ფიქრობ რომ ოპენერი ვეღარ იკევს ამდენ ხალხს მაგ ტერიტორიაზე რა. და თვითონ ხალხს ეგ ლოჯისტიკა აწუხებს დიდად, აი შენ რო წასუხა მეგობრებთან ერთად, შენთვის შექმნილა დისკომფორტი. რა, კი, გაწუხებს იმ დონეზე, რომ დიდი ხანი მიდიხარ და მე რო გამოდიხარ ტაქსია ფეხებნოია, რომ ძალიან დიდი ხანი, მაგრამ რაღაც მომენტში მაგასაც უყავთ ჩვენ მუღამი რა, ანუ აი ყველა დაღლილი ფესტივალზე 400 კაცი მოდიხარ ფეხიდან. ძალიან გადაობა რა, რაღაც მომენტში თავისი მუღამი აქვს უბრალოდ მანქანებთვის და პრობლემა მაგას იქნება უფრო მეტად, რომ პარკინგი საშუალებად დიდად არ არის, მალე ვიხსენებთ ადგილები. ამიტომ ყველა სულ ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ მეც ვეუბნები ხოლმე, რომ ადრე წამოდი, ანუ ადრე ამოდი, რომ წესიერ დროს მოხვიდე რა. მე საღამოს იჭირდება ხოლმე მოძრაობა ძალიან. ალბათ უფრო ხო ხალხის შეწუხება არის დიდად ცოტა ისეთი რა, რომ თუ აი თქვა ოჯახები ცხოვრობენ და რაღაც და პატარა ბავშვი და რაღაცა. ისე ოჯახებს უშვებენ ოპენერზე? კი, ჩვეულებრივად შეგიძლია შეიყვანო ასე კანონი შეზღვა მგონი 10 წლიდან იწყება თუ არ ვთქვი. ხო, რაღაც სურათებში და რაღაცებში მეც მინახია რომ ბავშვები წამოს. ხო, ახალშობილს ვერ შეიყვანა ალბათ, რაღაცა შეზღუდვა მინიმალური არის, რომ მაგალითად თუ ხარ 16 წლამდე უჭირდება გარდიანი, ანუ ვიღაცა დიდი რომ შემოყვა, მარტო მგონი ვერ შეხვდა 16 წლამდე, თუ წლამდე მახსოვს. რაღაცა შეზღუდვა მანდ არის. მაგრამ ეს ტერიტორია აი ისანი ჯერთი შორს სურახანანი აი ქალაქს არის მოწყობილი ცოტა და თავისუფლად ისე გზნობ რა იქ ქალაქში ახალს სხვაგან ხარ და იქ და ხეივანიც არის ხეებით და ნუ ძალიან კაია. ამინდი როგორ გიწყობს ამბავი ძალიან ძნიანი, იმიტომ რომ აღდებოდა ყოველთვის ოპენერი იყო ივნისში, რამდენი გამოკლისის გარდა, ხა მაისში იყო თარშან და წელს ივლისში, მაგრამ ოპენერი ხომ აი ივნისის ბოლოსკენ 18-19-21 მაგ თარიღებში იყო ხომ და ყველაზე აპასნი სეზონი დროები ეგრე იწვიმოს უცებ და რამდენი წვიმა გვაქვს ხა ოპენერის ყოფილა რამდენჯერაც გინდა ანუ აი შარშან წინის წინ მაგის წინ იყო აი ყველაზე დიდი წვიმიანი ოფენერი აი ყველა ტალხიან წავდით სახში რა ვეღარ აგზელებ ძალიან გულაობას თორე აი ცოტა შხაპონი წვიმას ბაზარი არა მაგრამ რომ წინა სველდები და ქციო მე რეგარი მთელი პონტი თორე წვიმაში მე მახსოვს სიგუროსი უკრავდა და მაგდროს გაწვიმდა და აი ძალიან გასწორა, იმიტომ რომ ისეთი ვეში იყო თან დაკრული, რომ იწომა მაგრა უხდებოდა, მაგრამ მე შეგვცვიდა და მე წვიმდა. ფესტივალის პოპულარობა ყოველ წელს იკლებს. ეს არის იმაზე, ეს არის ტყუილი. რა თქმა უნდა, ხა ეგ მასე ფესტივალი ვერ მოხდება, იმიტომ რომ რავი ფესტივალი ამდენხანად ტარდება და უფრო მეტად იჯდა ისე სულამონობას. თან ის არის, რომ ძირად ბევრი ფესტივალი საქართველოში არ გვაქვს, ანუ რამდენიმე არის, მაგრამ ოპენერის დონის ფესტივალი ჯერჯერობით არა, ძალიან მიხარია, ძალიან გამხდარება თუ იქნება ბევრი, ეგ არის მთელი მუღამი, რომ უნდა რომ იყოს ფესტივალი ძალიან ბევრი. პოპულარობა რა თქმა უნდა იმატებს, იმიტომ რომ ანუ ხალხმა ყველა მიცის ოპენერი რა არის, ანუ ლაინაპის კეიცის ბევრმა ვინც არც კი მიდის. შენ როგორც ყოველწლიური ვიზიტორი ოპენერის
რას ატყობ, აი რა დემოგრაფიის ხალხი და აი ასაკობრივი ჯგუფები თუნდაც რომელ თაობაში უფრო დიდ პოპულარობას პოვებს open-air-ი, რაც შეიძლება იცვლებოდეს წლების განმავლობაში. არ ვიცი, მე მგონი რომ ფესტივალი ეხლა ყველა პოპულარული არის ჩემ ხელა ადამიანების, ანუ აი დაახლოებით რავი რო აიყო 15-16 წლიდან აი 25-მდე ალბათ, ანუ აი ჟენზი თაობა თუ რაღაცა, ანუ ალბათ თავარი აუდიტორია ალბათ ჩვენ ვართ, მაგრამ მაგის გარდა არიან აი ცოტა მილენიალების თაობაც და უფრო დიდების არიან, მაგრამ მგონი ფესტივალი რო დაიწყო, მაშინ ძალიან ბევრი უფრო აი ჭყალებში ცოტა დიდი ტიპი დადიოდა უფრო არ ვიცი. მეც ვფიქრობ, რომ ჯენზის თაობაში უფრო პოპულარული, იმიტომ რომ მე ვინც ახლა თუნდაც სამსახურში ან სადღაც ისეთ გარემოცვაში როცა ვარ ხოლმე, სადაც ასე თუ ისე მილენიალების გარემოცვაში და open-air-ი წამოჭრილ რაღაცა, აუ მაგაზე როდის დავდიოდი, იცი, ახლა აღარ უკვე. მაგრამ also ის რომ იცი რა, მაგ ბენდებს რაღაც დავალ და საზღვარგარეთ მოусვენა რაღაცა. აქვთ რა მაგის ფუფუნება და ახლა ჯენზის რომელიც რაღაცა სტუდენტები არიან და თბილისში რაღაცა ხო, ანუ ფესტივალის მუღამი ეგ არის, რომ არ აქვს ყოველს იმის საშუალება, რომ წავიდეს ყველასთან, მოხდეს ყველა ქვეყანაში, სხვა არის კონცერტს წავიდეს, ამის საშუალება ყოველს არ აქვს და აქ კიდე მოდიხარ და უსმენ ბივატის ერთად ერთ სერცაში ძალიან მარტივად და ძალიან ხალხოსნო ფასად. ეგ არის თელი ამბავი. ხომათში იყო ეგეთი Southside line-up-ი, უკრავდა პლაცებო, არქაივი, Black Society-ს უკრავდა, ბევრი კაი ხალხი უკრავდა, მაგ წელს ერთად რა ძალიან ლეგენდარული წელი იყო და ეგეთი წელი ბევრი ქონია, ხო, ძალიან კაი line-up-ები და ერთ-ერთი მაგალითად გონია წელს არის, იმიტომ რომ რავი Slow Dive და Machado ჩემთვის ტოპ ბენდები არიან ორივე და ძალიან მაგარი შეიძლება მაგმაც რომ მოусმენ საქართველოში, აი Slow Dive-ს მოусმენ, რომ აქ ძალიან მაგარია, აი ძალიან. ვინ გენდომებოდა რომ ჩამოსულიყო ან line-up-ში, აი მომავალ წელს ვინ? ან კაი 5 წლის მერე ვინ გენდომებოდა აი ესე რომ შეგეძლოს ვინ ჩამოიყო? ჩემი საყვარელი მე 21 Pilots, რომელიც გიჟდები ისე მიყვარს და ანუ რა თქმა უნდა ეგენი ვინდა. მეც ვიცი, აუ თუ ჩამოიყარა მე მოდივარ. წელს ვიღაცა გავიგე. რა თქმა უნდა, ანუ მაგართ live-ზე ეგენი ვინდა პირველში აქ. ანუ ეგ არის ჩემი number 1 wish რა, მაგრამ ну, ხარ ვიცი, ეგენი ძალიან ძვირი ღირანა და არამედ გამოარეთ, იმიტომ რომ როცა არტისტი ეს გრემი აქვს აღებული და ტოპ ჩარტებში რო არის, ძალიან რთულია მაგ შემოყვანა ბევრი ფესტივალში არა მხოლოდ open-air-ისთვის რა. მაგრამ რავი, ვიმედოთ რომ ეგეც იქნება 5 თუ 115 წელში რაღაცა. და თან ისიც არ გინდა რომ მოხდეს, რომ თქვათ აი ძალიან ისეთი დიდი არტისტის გამო ფული დაზოგო თქვათ აი line-up-ზე მაგალითად რამდენი არტისტია ჯამში აი დაახლოებით ციფრი რომ ითხრა თქვათ 30 კაცი რა და ანუ აი ერთ წელს რომ მოგინდეს თქვათ აი ისეთი ვიღაცა ჩამოყარა ვინც უფრო ძვირია და 30-ის მაგიოთ შეამცრო და 10 კაცი დატყო აი მაგ ეგ გენდობოდა ხო არ ღირს მაგადან მან განაწილებათან რა რო შემოიყვანა თქვა აი ყველა ფული მიცე ერთ კაცს აი ერთ არტისტში ყავს ხო ეგეც ყავს არ უყვარს ანუ მე ოფერცელი მოგამეცდა და ბევრი არტისტი ჩამოვიდეს ბევრი ხალხისთვის ანუ ეგ არის და არა ის რომ ვინმე სოლო კონცერტია რა ეგეთი პონდი ოფერზე არ არის ბევრი ტიპი ბევრი არტისტი ბევრი ჟანრიდან ხო და ამიტომ ვფიქრობ რომ ჯობია ხოლმე ეგრე დაბალანსდეს ვიდრე რომ ერთელი ფული ერთში მეათხოვეს ვიღაცამ და აი ერთ შემოყვანოს მარტო წინის წინა ოფერზე ამაგის წინაზე უკრავდა მოდერატი რომელიც არც კი ვიცოდი ეგ მენი საერთოდ ან პირველად გავიგე მაგრამ მოусმნე ლაივში და აუ ისეთი მაგარი ბენდი აღმოაჩინე ანუ მოდერატი სიგიჟია და ესე პროსტო ლაივში აღმოაჩინე ძალიან ბენდი სიგუროსი აღმოაჩინე ასე ზუსტად ოფერზე მოусმინე ძალიან ბევრი ბენდი აღმოჩენი ოფერზე მოსმენით და რავი ასწორებს ეგ ამოვიძან თან მით უმეტეს კარგ მოგონებებს რომ ქმნი და მე მაგაზე ერთვება რაღაც მუსიკას თქოს რაღაც შენ ცხოვრების საუნდტრეკი იწერება რა და მე ხა ფესტივალზე რომ მაგრა გაერთე და იქ ვიღაცა ბენდი უკრავდა რომლის სახელსაც მე იხსენებ იმიტომ რომ აუ რა მაგარი მოგონებაა და ეხა უნდა მაგას მოსმე მე მაგ სიმღერებს რომ მოусმე სულ ეგ კაი პონტი გაგახსენდება რა და ხო ეგ ფსიქოლოგიაში დასწავლება აქვს მუსიკა მაგას აღძრავს შენსში კარგ პოზიტიურ ემოციებს და ეგ ყოველთვის მნიშვნელოვანია რა ძალიან გამიხარდა შენი მოწვევა სტუდიაში მარიამ
ნამდვილად განსხვავებული ადამიანები ვართ, როგორც გემოვნებით, ისე თქვა ცხოვრების სტილით, ისე რაღაც და ეგ არის ზუსტად საერთო ენის მთავარი ხიბლი, ჩემი აზრით, რომ ჩემგან განსხვავებულ ადამიანებთან შემიძლია გამონახო საერთო ენა და რაღაცაზე და დამიყოლიონ, რომ უფრო მეტად რაღაცა გამოვიდე ჩემი კომფორტის ზონიდან და არ გამიტყდეს, რომ რაღაცა კონკრეტულ რაღაც ჟანრს ან მუსიკას არ უსმენ და უბრალოდ წავიდე, იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად მინდა კარგით რომ გავატარო რა. აი იქ გავართოთ ერთად ანუ ერთდროულად ერთი მუღამით ორივე. ეგ არის მთელი ოქროს მუღამი, რომ ბევრი განსხვავებული ადამიანი ერთად ერთობა ერთ ფესტივალზე. აი, ნახა მაშინ 4 ივლისს ჩემო მეგობრებო. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ სალის ბაბლი და დაელოდეთ მორიგ ეპიზოდებს. კარგად.